სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან უცნაურია, მაგრამ ძალიან პრაქტიკული, იმის და მიხედვით თუ თქვენ მოგწევიათ ესეთ ადამიანთან ურთიერთობა. ლაპარაკი არის პიროვნებაზე, სვავს კითხვას, როგორ მოვეპყროთ იმ პიროვნებას, ან როგორი ურთიერთობა დავიჭიროთ, ვინც იბრალებს, ან ჭკუა შეშლია გონება გადასულია, რომ იბრალებს და ძალიან ხშირი იყო ამერიკაშიც ეს, რომ ღმერთია ის. და გამახსენდა უცებ მეფე ნარიმანი, ნიკოლოზი, რომელსაც ზოგი მიდის და პირდაპირ ჯერა, ანუ ხელს უწყობს ამ სისულელეს, ამ სიგიჟეს, იბეცეს და მეორე კატეგორია, ან არაფერს არ ამბობს, როგორც საპატრიარქო, ხო? და მესამე კატეგორია, რომელიც დაცინის და იცინის. გესმით? და ძალიან საინტერესოა, ხო? როგორ დავიჭიროთ ჩვენ ურთიერთობა, როცა ახლოს ვიღაცა ყავს და ამ კონკრეტულ სიტუაციაში მეზობელი ყავს ამ პიროვნებას. მოდით მოусმინოთ როჯერი, რომელიც არის ამ პიროვნების სახელი. სალამი ჯონ, მე ვარ როჯერი. უპირველეს ყოვლისა მსურს რომ კომენტარი გავაკეთო ამ თქვენი ეკლესიის სახურების შესახებ, რომელიც მე ძალიან მომეწონა. მე მყავს 3 შვილი, სადღაც 5-დან 8 წლამდე ასაკის და მათ მიიღეს ძალიან კარგი განათლება წმინდა წერილის შესახებ ამ ეკლესიაში. მე ვისურვებდი რომ ჩემ ბავშვობაშიც მე მიმეღო ასეთი კარგი განათლება. მე გავიზარდე სამწუხაროდ ლიბერალურ პრესვიტერიანულ ეკლესიაში, სადაც ბავშვობიდან ჩვილი მოვინათლე და მოძღვარმა უბრალოდ მითხრა და დამისვა კითხვები, რომელზეც მე უნდა გამეცა პასუხი. და როცა გადავრჩი მე არაფერი არ ვიცოდი სახარების წინაშე, ანუ ბრმა ვიყავი და არ გვასწავლინე კარგად. და ჩემი შვილები ჩემგან განსხვავებით აქ ძალიან კარგ ცოდნას იღებენ, რისთვისაც დიდი მადლობა. და ძალიან ამაღელვებელია ჩემი ბავშვების ნახვა აი ამ მდგომარეობაში თქვენთან. და ჯონი ეუბნება ამინ, გმადლობ თქვენს. და აგრძელებს როჯერი. ახლა მე მაქვს შეკითხვა, რომლის პასუხის გაცემა შეიძლება ცოტა რთული იყოს, იმიტომ რომ მეც დაბნეული ვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე. მე მყავს მეზობელი, რომელსაც ყავს ერთი ბიჭი, რომელიც მოდის ხოლმე და მასთან ერთად აკეთებს მანქანების შეკეთებაზე მუშაობს. ეს ბიჭი ძალიან ნამდვილად უცნაურად იქცევა. გულისხმობ რომ ის ისე შორს არის წასული, ხომ? რომ როგორ გითხრათ, დამკებშია გასულიო, როგორც ჩვენ ვიტყოდით, ხომ? ინგლისურში აქ სხვა სიტყვები აქვს მოძებნილი, ბეისბოლიდანაც მოაქვს, რომელიც ქართველ მცველებსაც ცოტა გაუგებარი იქნება ჯონს. და ჯონიც ეხმარება ამაში, ესმის რაზეც არის ლაპარაკი, მოკლედ ჭკუა გადასულ ადამიანთან არის პრობლემა, რომელსაც გონია, რომ ის ღმერთია. და ჩვენ ვიცით რომ ეს აშკარად მცდარია და ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ იმას აქვთ ურთიერთობა დავიჭირო და ჯონი ხუმრობით პასუხობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებას მივახცევთ, იმიტომ რომ მეც ესე ვარ დარწმუნებული, რომ ეს პიროვნება გონება გადასულია, ხო? რომ ღმერთობას რო იბრალებს. არის რაიმე პროცედურა, ჯონ, რომელსაც თქვენ მირჩევდით, მე და ჩემ ოჯახს, რომ ამ ახალგაზრდასთან როგორი ურთიერთობა როგორ მოვიქცეთ, უქადაგოთ მას, აუხსნათ სახარება, თუ საერთოდ გავწყვიტოთ მაქსიმალურად კონტაქტი მასთან. კარგით. მე ახლა თქვენი პოზიციიდან გეტყოდით როჯერ ამას. თქვენ როგორც ხედა მე საკმარისად გათვითცნობიერებული ხართ სახარებაში, ასევე პრაქტიკულ ცხოვრებაში და მე მგონი შეიძლებთ ამის გაკეთებას. ერთადერთი რის გაკეთებაც მე ვიცი აი ესეთ სიტუაციაში, რომ ყველანაირად მე კონფრონტაციას უწევ ამ სისულელეს. მე არ უკეთებ იგნორირებას. ხვდებით ხომ? და ჩემს სამყაროში ძალიან ბევრი შემხედრია ესეთი ადამიანები, რომლებსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები. და რატომღაც ყველანი ხდებიან ღმერთებად. თუნდაც ისინი არ იყვნენ ძალიან რელიგიური ადამიანები. ძალიან საცოდავი ადამიანები არიან, ჩვენ სიყვარულით უნდა მოვიქცეთ მათ, მაგრამ არანაირად იგნორირება, არანაირად დაცინვა. და მე მჯერა ნამდვილად, რომ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ესე უცნაურად იქცევიან, ხომ? მართლაც შეიძლება გონება სუსტები იყვნენ. და მათ ჰქონდათ რაღაცა გადახრები, გონებრივი აშლილობა, ან კიდევ ნარკოტიკების მოხმარებაც აღვივებს ამას.
და ყველანაირად მათთან საუკეთესო გამკლავება არის დაპირისპირება, ანუ კონფრონტაცია. როდესაც პიროვნება ამას აბრალის, პირიქით ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს ესე არ არის. მე მყავდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ამ 2 კვირის წინათ მოვიდა ჩემთან და მეუბნება: "ო, გამარჯობა ჯონ, როგორ ახარ? მომენატრა შენი ნახვა." მეც უთხარი, მეც მომენატრა შენი ნახვა. "სად ახარ დაკარგული? შენ დიდი ხანი აქ არ ყოფილხარ მეთქი." მეც ციხეში ვიჯექიო. მე უთხარი, რა მოგივიდა, რატო ჩაქსვეს ციხეშიო და ის ამბობს, მე თავის მოკლა ვცადე, სუიციდი და ამიტომ ციხეში ჩამსვეს, რომ დავეცავით აქედანო. მე უთხარი, რატომ გააკეთე ეს? მე უბრალოდ სიკვდილი მინდოდაო. მე უთხარი, აბა როგორ სცადე ეს თავის მოკლაო? მე აგერა 3 მანქანის წინ გადახვდი, ესე იგი, ერთი მამის სახელით, მეორე ძის სახელით და ერთი სულიწმინდის სახელითო. ო, მართალიაო? და მე უთხარი, არა, ეს სასაცილო არ არის, ეს ძალიან ტრაგედია და ამის გამო არანაირად შენ სიცოცხლე არ უნდა მოიკლა მეთქი. პირიქით შენ უნდა იფიქრო სიცოცხლის შენარჩუნებაზე. და მან მითხრა, რომ მე 2 სახელი მაქვსო, მე უთხარი, არა, თქვენ არა გაქვთ 2 სახელი და ყოველ ჯერზე, როდესაც ის ცდილობა რაღაცა სულელურის ეთქვა, ხო, მე პირიქით ვაბრუნებდი უფრო საღი აზრისკენ და კონფრონტაციას უწევდი მის სისულელეებს, რომ ეს მანქანები, რომელსაც ჩვენ გადაახდი, ეს არ არის არც მამაძე და არც სულიწმინდა მეთქი. და ამ თვითმკვლელობას ჯობია, რომ შენ იფიქრო შენ სიცოცხლეზე. და მივაწექი რაც შემეძლო პირდაპირ. ეს არის ერთადერთი გზა, რასაც მე ვაკეთებ და რისი გაკეთებასაც მე თქვენ გირჩევთ. მე არ შემიძლია იქ უბრალოდ დავდგე და თქვა, ო, რა მშვენიერია, იცი, რა კარგია და კიდე იმას აქვთ, დავეხმარო მის ფანტაზიებს უფრო გაქანებაში და რომ მოვიწონო. იმიტომ ის კითხულობს ჩემს პასუხებს და იქიდან კიდე უფრო იქცევა და მე მინდა დავაბრუნო ის იმ საღმდგომარეობაში. და არა ვყვე მას იმ თამაში, რომელ თამაშიც ის ცდილობს. და მე შევხვედრია ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც გონიათ, რომ ღმერთი არიან. და ყოფილან ესეთი ხალხი, აი როგორც ჩარლზ მენსონი, გახსოვთ ხო? მას რო თავი ეგონა იესო ქრისტე და ხანდახან ფიქრობდა, რომ სატანა იყო. ამიტომ ერთი გაკეთება რისიც შეგიძლიათ არის თქვა, გაჩერდი, გეყვა ეს სისულელე და მორჩი. მაგრამ ხანდახან ისინი ისე აფეთქდებიან ხოლმე, იმიტომ რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არიან, რომ უკვე ძალიან გონებას არიან გადასული. და რითი გაკეთება თქვენ შეგიძლიათ, შეიძლება ეს არის რომ დაარტყათ მათ და რაღაცა შემოულაწუნოთ, ხო? და ფიზიკურად თავიც დაიცვათ, შეიძლება თავზეც დაგისხნენ, ხო? უბრალოდ თქვენ უნდა დაუპირისპირდეთ მათ, რომ უთხრათ, შენ ღმერთი არ ახარ, ეს არ შეესაბამებს სიმართლეს, ეს სიცრუეა და გეყო ეს თამაში. შენ იცი, ვინც ახარ და კეთილინებე მოუხმე შენ გონებას. და თუ თქვენ გინდათ, რომ რაღაცა ელემენტარულად შენ ცხოვრებაში მოუარო, კეთილინებე და აღიარე, ვინც ახარ. ჩვენ ქონდა სიტუაცია, ერთი ახალგაზრდა იყო და გამოდიოდა ხოლმე ამ რაღაცა ფსიქიკურ იმებს, ავლენდა ხოლმე ესეთ ფსიქიკურ გადახრებს. და რჩეველმაც მას უთხრა ჩვენმა ეკლესიის რჩეველმა, რომ ძალიან დავიღალეთ ამ საქმით და ამიტომ თამაშს თავი დაანებეო. და მან თქვა, თქვენ უკვე მიმიხვდით, ხედავთ და დაგშორდა მერე და მიატოვა ჩვენი ეკლესია. ასე რომ ერთი გაკეთება რისიც თქვენ შეგიძლიათ ასეთ ადამიანებთან არის ადამიანთა კონფრონტაცია და დაპირისპირება. ზოგჯერ ხანდახან ადამიანები ჩემს სიცოცხლესაც კი ემუქრებოდნენ და ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ. და ერთი გაკეთება რაც ვიცი, ამ ადამიანებს როცა ვხედავ, არის უთხრა. ხედავ, დაანებე ამ თამაშს თავი, გეყო. და რა თქმა უნდა, ამას მე სიყვარულით ვაკეთებ და ეს არის მტკიცე გზა. დიახ, ეს არის ჯონ, რაც მე მაწუხებდა, იმიტომ რომ ეს ცდილობდა ეს პიროვნება ჩემი შვილების რაღაცა შეცდომაში შეყვანაც და ბავშვები არიან ძალიან პატარები და ძალიან უთხარი მე ჩემს შვილებს, რომ მისგან თავი შორს დაიჭირონ. დიახ, ბავშვებთან ეს უნდა მოარიდოთ და ბავშვებთან არ უნდა გააკაროთ მაქსიმალურად. და ამიტომაც მე მიხარია ჯონ თქვენთან მოსვლა, რომ ბავშვებს სწორს ასწავლით. იმიტომ რომ გასულ დღეს, როცა ის პიროვნება მოვიდა და ჩემ ცოლს რაღაცა ყვირილი დაუწყო, ხომ, რომ ის ღმერთი იყო და ამტკიცებდა ამას. ჩემმა პატარა 8 წლის რუთიმ აიხედა და უთხრა, შენ ღმერთი არ ახარ, იესო არის ღმერთიო.
და ჯონ მაკართურს გაუხარდა ეს და ამინ პირდაპირ მიზანში მოურტყია რუთს. დიახ, ჩვენ ყავს ასევე ერთი ახალგაზრდა, რომელიც ქალბატონივით იცვებდა და ჩაცმული მოდიოდა და რჩების მიღება სურდა. ეხლა რა უნდა გითხრა ამ ბიჭს? და ერთ ღამეს მე მოვნათლე ქალი. და ის ქალი თურმე ეს პამაკაცი არ ყოფილა? თურმე მას ოპერაცია გაუკეთებია და მე ის ვერ ვიცანი. წარმოგიდგენიათ რა შოკი მომივიდო და ხედავთ და მან მითხრა რომ მე ოპერაცია გავიკეთეო. შენ კაცად დაიბადე და ისევ კაცი ხარ. არანაირად მე ქალად ვერ მოგნათლა მეთქი. და მე მეუნება მიტკიცებდა რომ მე ვაპირებ ვიცხოვრო როგორც ქალი. და მე უთხარი, მაშინ დატოვე ეს ეკლესია. იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა კაცად. და თქვენ უნდა გაიაროთ ცხოვრება როგორც კასტრირებულმა ადამიანმა, იმიტომ რომ თქვენ კაცი ხართ. თქვენ ქალი არ ახართ მეთქი. მაგრამ მე ვიყავი ქალი მამაკაცის ხეულში მიმტკიცებდა გამოუწყდებული. მე უთხარი, შენ კაცი ხარ და რაც არ უნდა გააუკეთოს შენ საკუთარ თავს, შენ მაინც კაცად დარჩები. და როცა მოსანათლად შემოვიდა, ახლა მე არ დამილაპარაკია, ის ავიდა და თქვა, მე მქვია ალისაო. უკვე ეს იყო დასასრული ჩემთვის რა. ვიფიქრე, ეს რავი, ეს მართლა გაუკეთებია მეთქი რა, თავის თავზე ეს მოუწევია და დავმუნჯდი. მოვედი უფალთან მთხოვე, უფალს ვილოცე, რომ კი რაღა მოკვდი ამ იმითი, მის სიყურებით. მაგრამ მე მოგვიანებით გავარკვიე თუ ის რა ხდებოდა. და ეს მოგეხსენებათ ყველაფერი წარმოდიეთ ეკლესიაში ხდება. ამიტომ მე ფიქრობ, რომ თქვენ უბრალოდ ყოველთვის უნდა დაუპირისპირდეთ ამ საკითხს და არანაირად იგნორირება ან ირონიას არ უნდა ქონდეს ადგილი. ან კიდე აყოლა იმას, რასაც ის ამბობს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული პრობლემაა, ამიტომ, რა ვიცი, თქვენ უნდა ილოცოთ და ყველაფერი თქვენს გულშიც გაარკვიოთ, რომ ამ ასეთი ადამიანებისადმი სიბრალული და სიყვარული გქონდეთ. თქვენ გახსოვთ პირველ დღეს, მე როდესაც გრეისის მადლის ეკლესიაში შემოვედი, პირველი დღე იყო. ოფისში მოვედი, ვლოცულობ, ფიქრობ ახლა ვზივარ ოფისში და ვთხოვ უფალს, რომ დამეხმაროს რა რაღაცა ჩემი მსახურების დაწყებაში და უცებ კარზე კაკუნი ისმის. და ერთი ახალგაზრდა შემოდის, სულ თეთრად ჩაცმული, აბსოლუტურად თეთრად. და ეს ჩემი პირველი დღე არის. სულ თეთრებშია რა, თეთრი ქურთუკი, თეთრი შარვალი, თეთრი ფეხსაცმელი, ყველაფერი აბსოლუტურად რა. და ის ცდილობს რომ რაღაცნაირად თითქოს და სუფთად გამოიყურებოდეს ცოდვის გარეშე. და ის რა თქმა უნდა თამაშობს ამას თავისი გონებით. ასე რომ ის შემოდის თავისი რაღაცა საფულეს გაშალა, თავისი საფულე და ამბობს FBI. არც კი დააკაკუნა კარებზე. და შევიდა, მე კიდე იგზივარ. და რაღაცა ხედავ რომ ეს პიროვნება ასე იქცევა. დავხედე და ვიფიქრე რა ხდება, რა დაპატიმრებული ვარ. მან მიუხედა ოთახს და რაღაცა ესეთი ეჭვის თვალით შეხედა. მე ისე მიბრუნებს ამ თავის საფულეს და ხურავს მე. მე ვერც კი დავინახე რა იყო ეს, რასაც იბრალებდა FBI-ის აგენტი იყო. და ეს იყო თამაში, ის უბრალოდ თამაშობდა. და მეუნება, მე ერთი წუთით რაღაცა რუქა უნდა გაჩვენო. ჯიბეში ჩაიყოფს ხელს და რუქას ამოიღებს. და იბრალებს რომ ეს თითქოს და რაღაცა FBI-ის წარმომადგენელი იყო და რაღაცას ეძებდა. და არ ვიცი ეს რა ხდება. მე ყველანაირად ვცდილობდი რომ რაღაცნაირად შემეყვარებინა ეს ამ ადამიანზეც მეზრუნა, ხო, როცა ეს ჩვენ ეკლესიაში ესე დადიოდა. და მან მე საბოლოოდ ქრისტესაც მიუძღვნა თავისი სული. და ის ბრწყინვალე ბიჭი იყო. მან მე დაამთავრა უნივერსიტეტი და უფრო ნორმალური გახდა. მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი გაცნობა, ჩემ პასტორატში ესეთ პიროვნებას, ესეთ ადამიანთან. და წლების განმავლობაში აქ იყვნენ კიდე ესეთი ადამიანები. იყო ერთი პიროვნება, რომელმა ახალგაზრდამაც თავი მოიკლა. მაგრამ რა ვქნათ, ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ვებრძვით, რასათანაც ამაქვე შეხება, იცით ხომ, როგორი ჭრელი არის თვითონ ლოს-ანჯელესი და რამდენნაირი ადამიანი არსებობს და ვინმე ეტყვი უარს რომ არ შემოვიდეს ეკლესიაში და მათთან უნდა შენ რაღაცა თავი გაართო ამასთან ურთიერთობად. ასე რომ თქვენც ასე უნდა გაუმკლავდეთ ამას. ლოცვით, სიყვარულით და ზოგჯერ სიმკაცრითაც.
ზოგჯერ აი ამ ცდელობისას მე ისე ვარ ხოლმე მარყუში მაქვს თითქოს და თავი გამობმული, ხო? მაგრამ მე ღმერთი მაძლევს ამ ადლს, გაგების უნარს, სიყვარულს და ვცდილობ რომ გაუზიარო ადამიანებს. ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ მას და უთხრათ სიმართლე თავის შესახებ და არ უნდა მოგვერიდოს ამისი. თუ ხშირად ადამიანებს ერიდებათ ხოლმე, ხომ, რომ ეს ადამიანებს უთხრან ის, რასაც ფიქრობენ. ასე რომ მადლობა ამ კითხვისათვის როჯერ და ამას გირჩევდით მე. ეხლა ჩვენ კიდევ ცოტა დრო გვრჩება და ბოლო კითხვას ალბათ მოვისმენთ და ამითი დავამთავრებთ ამაღამ. მადლობთ.